გამოვაგე ჩვენ ზეოხთვისაო ცხოვრების მომცემელო აი გუშინ საღამოს 10 განუტევე მონაი შენი მეუღეო სიტყვისაებ შენისა ვიძახი ხოდა რამე თუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი ამას ვიძახი და არ გვესმის ბიჭო აი ჩვენი უბედურები ეს უნდა დავიჭირო და ჩვენ უნდა ვატაროთ ეს თორე ხა აქ მოდი აქედან წადი მერე და ავიცო თურქულა ფინოე გადაგეყვა თავის გოზე აი შენი ბრალი შენი დაცემის ბრალი კი არა პირადად შენი ბრალი გონება სადაც ჩართა ისა და თუ ჩართული გონება გეკნება ქრისტესთან შენ აქედან არ გაცილდები ამათ მოვედი თაგვანდა და შეურდე ქრისტესთან მეუბნესთან გმირსა ჩვენსა და იხილავ ამას შენი ცხოვრება ამას გადავამბობთ იცი იმიტომ ვამბობ რომ ბევრი იმოწმებს სახარებას ბევრი იმოწმებს ბიბლიას აი იოველები ვიღაცები დარბია ქუჩა და ატყვევენ ამ ხალხს ატყვევენ იმას ვინც არაფერი არ იცის ალბათ ზოდოა ის კაცი მაგრამ ჯო აპყოლებს სხვას მაგრამ შენ რატო ბრკოლდები დედა ყავს აგერ ეკლესია აღარ არის სიგნალე თქვა ვიღაცა გვამბობდა რომ ადეიხადა სუდან აღარ არის სუდან მაგრამ თუ დეიტოვე სუდანა თავზე გადაფარებული დაბნელდები რომ მოგივი და ჩვენ აი მე მაგალითად გეტყვით რომ რამდენიმე წლებია მე მგონი ერთი ეგანა ეს 1999 წლიდან არის აი ეს ფუნქციები გაზარში ეს შენახული და ბევრი მაგაცებს და რა არის აქ შეხედეთ ძველი არწმის ეკლესია აი აქ არის რუბლასავეთობა ძველი არწმის ეკლესია აწერია ეს ძველი არწმის ეკლესია არწმუნდა ქრისტემდე იქ ფარისევლები სადუქებელები ჯულის მოწმეები დამფარველები ჯვარზე როაქვს ქრისტე აი ეს ხალხის იმაზე და იქ იყო ბევრი მართალი ადამიანები აი შემოგვდის მიმქმნელი გასაგებსი განსგანოდები მონაი შენი მეფო სიტყვისაებ შენსა რამე თუ იხილოს თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი აი ეს სიმბოლო ხო იქ მართალი კაციც იყო მართალი საფურიც იყო ხო და მაგრამ აი ამ ძველმა არწმის ეკლესიამ შემდეგ ამაზე უფალმა რა თქვა მოვედი კი არ დავარღვიო რჯული არამედ აღვასრულო რჯული ამისთვის მოვედიო ქრისტემთან და ქრისტემ აღასრულა ჯუდა დაარსა ამან ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია საყოველთაო იყო ერთი ეკლესია იყო მაგრამ აი ძველი არწმის ეკლესიას მერე გაეყვნენ აქანა იუდაიზმი წარმოიშვა ორთოდოქსები წარმოიშვა რეფორმატორები წარმოიშვა კონსერვატორები წარმოიშვა აქ ქრისტიან ერეტიკოსები წარმოიშვა ახმადიანების წარმოიშვნენ აი მეშვიდე საუკუნის დასაწყისში ახმადიანების წარმოიშვნენ იქ ახმადიანების გაიყვნენ სუიტება შიიტება ეს ყველაფერი ხდება ფულის გამო ხო და შენ ამას ბრძოლა კი არ უნდა გამოუცხადე ამას ეს უნდა იცოდე იქ თქვათ როცა დაფუძნდა ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ამ ეკლესიაშიც წარმოიშვა იქ იყვნენ თქვათ არიანელებიც იყვნენ ნესტორიანელებიც იყვნენ კოპტებიც იყვნენ მონოფიზიტებიც იყვნენ ეხლა სომხები არიან მონოფიზიტები დარჩენილები გნოსტიკებიც იყვნენ აი ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია როცა გახლიჩა კიდე გაიხლიჩა ეს იყო აპმა გახლიჩა თავისი ხარბის გამო ერთი ილია მოვდა მასალებელი და ისმევნებოდა რომ მისების გულზე მოვიდა ჩხუბიო კონსტანტინოპოლსა და რომსო რომიდან რომ გადაიტანა კონსტანტინე დიდმა კონსტანტინოპოლში სამდარი თქვა წმინდა კათოლიკე ეკლესიის მეთაური იჯდა კონსტანტინოპოლში ამას ვერ იტანდა ეთყობა რომიდან სულ აი 1054 წლამდე სულ რაღაცა პატარა იყო ალგები მაგრამ ერეოდნენ ამას მამები და მაგრამ გასაგად რომ როცა დასრულდა რაღაცა ძალა და გააჩნდა რომის პაპი სიხარბის გამო
ახერხა ერთი წმინდა კათოლიკოსი სამშობლოში და ჩამოყალიბდა პაპის და იმდევრობა რომ კათოლიკობა. და შეიქმნა რომაული კათოლიკური ეკლესია. ეხლა ბევრი ჩვენთან ვინც არის ეკლესიაში და როცა პატარა რაღაცას აიგითხავთ, თქვა, ვერი ამბობს, რომ აი მახვატიანები არ ცხონდებიან, აი კაცი არისო, რომ აი კათოლიკე არ ცხონდება, არ ცხონდება. რადგან მან დაკარგა მადლი და სიბნელეში ჩაყო თავი.